ბათუმი მოლში ევაკუაცია გამოცხადდა და სუსში აცხადებენ, რომ საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები. ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლი მამუკა გაწერელია, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, უკვე 2 თვეა ოჯახთან კონტაქტზე არ გამოსულა. დედის თქმით, როდესაც მისი შვილი ბოლოს ადვოკატებმა ნახეს, ის მხოლოდ 40 კილოგრამს იწონიდა. რუსეთმა გაწერელიას უვადო პატიმრობა 2024 წლის თებერვალში მიუსაჯა. გაწერელია ტყვედ აზოვსტალის დატოვების დროს ჩავარდა. სტამბოლის აეროპორტში თურქული სატირული ჟურნალის ლემანის მმართველი რედაქტორი ასლან ოზდემირი დააკავეს. ოზდემირზე დაკავების ორდერი იყო გაცემული და ის მარსელიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე თვითმფრინავიდან აიყვანეს. დაკავება ჟურნალის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოცემამ სავარაუდოდ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა დაბეჭდა. თურქეთის პროკურატურამ ამავე ჟურნალის კიდევ 4 თანამშრომელი დააკავა. გამოძიების შუალედური ანგარიშის მიხედვით Air India's Boeing-ის ავიაკატასტროფის მიზეზი ორივე ძრავისთვის საწვავის მიწოდების შეწყვეტა გახდა. სისტემის გათიშვის მიზეზი კი ჯერ უცნობია. ანგარიში ინდოეთის საავიაციო სამსახურმა გამოაქვეყნა. ავიაკატასტროფა აჰმადაბადში 12 ივნისს მოხდა, თვითმფრინავი ლონდონში მიფრინავდა. ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა და მათგან მხოლოდ 1 გადარჩა.